მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას. რაღაც ალიანსია, ხო? რაღაცა შმალიანსი, ალიანსი. ჩერგოს მეთაურობით ალიანსი, ჩერგოს მეცადინობითვე იშლება. ოპოზიციის ერთმანეთის ერთმანეთზე დაკადაკა უნდა განვიხილოთ, ხო? დაშლილი ნაცების ჩერგოლიშვილი შლის უკვე რიგით დაშლილებში უნდა იმუშაოს რა. რიგით მეხუთე პარტიას თუ გაერთიანებას. ელიავას გაერთიანება? აი, ყველაფერი დაშლილებში უნდა დაშლილების ადმინისტრატორი. აშკარად და სპეციალისტი რა. მთავარი რა არის ხა, რატო ჰელშინკის უნდა განვიხილოთ, მეგობრებო, ჰელშინკი არ დაგვაუწყდეს. როგორც ამ დაშლილების ერთადერთი მეგონი, ყოველ შემთხვევაში ბედკრული კურატორი. ხო, მთავარი რა არის, ქართული ხალხი არ იღებს ამათ. მიღოთ იმის არ ხა გაჩნდა რაღაცა მოთქმა გოდება, რომ ჩვენ არასწორად ვაკეთებდით პიარს. კიდე ერთხელ გაიმეორეს, რომ მშვიდობის საკითხში ჩვენ მოგვიგეს ომის დამშვიდობის საკითხებში. ეს მარცხი, რაღაც თანმიმდევრულად განეთის ეგრეთ წოდებული პოსტი არის ძალიან ბუნებრივი და ძალიან ნათელი. რომ არა ჰელშინკი და მისი მეგობრები, ოპოზიცია საერთოდ აღივებოდა პირისგან მიწისა. ანუ საერთოდ ხსენება არ იქნებოდა. ის უდმოს მარტო ევრობიუროკრატიით, მეტით არაფრით. მინდა რაოდენიმე სიტყვა თქვათ ამ თემაზე, რასთან აქვს საქმე გვაქვს ქათმის, თავჭაჭრილი ქათმის ფარხალთან, რომელიც უცნაურად დიდხანს გაგრძელდა. ჩემი აზრით. მე მიუხედავად იმისა, რომ არ მეკუთვნები არც ლიბერალიანებს, არც ნეოკლასიკურ ეკონომიკურ სკოლის მიმდევარს, თვლი რომ ძალიან ბევრ ამაში ბიზნესში და შეიძლება პოლიტიკაში არსებობს ძალიან კარგი ინსტრუმენტი, ეს არის ბაზარი. ანუ რას გულისხმობ? პოლიტიკის შემთხვევაში ბაზარი არის არჩევნები. სადაც არჩევნები შენ გაძლევს საშუალებას, რომ გაიზომოს შენი პოლიტიკური წონა. ამ შემთხვევაში გულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს. მოდი ვთქვათ რა, ჩემი უკიდურესი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად იმ დებილურ გაერთიანებაში, რომელიც ყოფილმა ნაცებმა გააკეთეს, თამარა ჩერგოლეიშვილის ადგილი აი 10 პარტია ხო არის, შემეყოს მე-10 გავლენით, ხო? იმიტომ არა, მე გულისხმობ რა, მოდი ვთქვათ, მოდი ვიყოთ ცინიკურები პოლიტიკურად. უნდათ ქართული ოცნების დამარცხება, რომელიც ქართული ოცნება ანადგურებს უშანსოდ. როგორც მადრიდის რეალი გაანადგურებს საქართველოს მესამე ლიგის მოთამაშეებს. აი ზუსტად ეს შეფარდება. შესაბამისად, რომ იმისთვის რომ ძალები გათანაბდეს, საჭიროა რაღაც არაორდინალური, მათთვის არაორდინალური სიამოვნებაში ძალიან ჩვეულებრივი მიდგომა. ანუ რა ხდება? შენ უნდა ილაპარაკო ის, რაც მოწონს ქართულ ხალხს, უნდა ყავდეს ისეთი ლიდერები, რომელსაც აქვს გამარჯვების შანსი და შესაბამისად უნდა გააკეთო განსხვავებული აქამდე, რასაც აკეთებს. მან გავჩერდეთ. ორბანზე და მადიარზე იყო საუბარი. მადიარმა არ დაუწყო ორბანის მომხრეებს ბნელების და ქაჯების ძახება, ხო? არ დაუწყო. მათ ველზე შევიდა, უთხრა რომ ეს ყველაფერი შედარჩუნდება, უბრალოდ აღარ იქნება მეკთამეობა და იქნება დაფინანსება. ეგ არის საიდუმლო. გთხოვთ გააკეთოთ კომენტარი. მათ თავი რა არის, იცით? არსებობს თამაშის წესები და არსებობს ფორმალური და არაფორმალური მიზნები. რეალური მიზანი, შეიძლება ფორმალური მიზანი მათი იყოს ძალაუფლებაში მოსვლა, მაგრამ არაფორმალური მიზანი ამ პარტიების არის სტატუს-კვოს შენარჩუნება. მათ კარგად იციან, რომ საიცოცხლო და საპოლიტიკური ენერგია ამოწურეს მათ. ყველა ამ პოლიტიკურმა ლიდერმა ამოწურა. ეხლა ისინი არიან სტატუს-კვოს შენარჩუნებით. როგორ უნდა შეენარჩუნონ? უნდა შექმნან იმიტაცია, რომ რაღაცა პროცესს ქმნიან, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, ცვლილებები არ უნდა განახორციელონ. ეს მუდმივი გაერთიანება დაშლის პროცესი არის ეს იმიტაციური პროცესი, სადაც ადამიანები იკრიბებიან არა იმიტომ, რომ რაღაცა შეცვალონ, არამედ იმიტომ, რომ სტატუს-კვო შეენარჩუნონ. შესაბამისად, ფსიქოლოგიაც ესეთია, ხა შენ თუ გინდა რომ გაერთიანო პარტიები, ჩერგოლეიშვილის ნაირი კონფლიქტური ადამიანი არ უნდა იყოს პირველ ხაზზე და არ უნდა ლაპარაკოს. მინიმუმ უნდა იყოს შეთანხმება, აი წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი დავაყენოთ ოპოზიციის მხარეს. რას ვიტყოდით პირველს, რა ვიტყოდით რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც თავი უნდა შეიგავონ საუბრისგან საჯაროდ. მაშინ ის პარტია არ უნდა იყოს ალიანსის წევრი.
მე სიმართლე გითხრა ვერ ხვდები ჩერგოლეიშვილის პარტია ვის რა შეჭirdება? ან პროცენტის ვერ მომტანი პარტია ვის რა შეჭirdება? აბა გითხრა ჩერგოლეიშვილს. ნუ ეხა ჩერგოლეიშვილი ეხო იზომება კაცო არჩევნები ხომ არის? ეს ხო ეს მე შეგეწინამდები რომ ჩერგოლეიშვილის პარტია ასაკზავთა სიას დაამატეს. ესე იგი რაღაცა გარკვეული პრობლემა არსებობს მას. ხო წარსულთან დაკავშირებით არა აწყოსთან დაკავშირებით. წარსულში მას აქვს? არა, შეიძლება. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ჩათვალეს. ადრე საერთოდ არაფერი არ თვლიდა ოცნების. რა ვიცი, აი სარჩელში დაამატა. მოდი სტრატეგია იყოს ორიენტირებული ის რომ წარმატება გვინდა. კი. ზოგადად კი. თუ ესე ვჯელო. მათ. ხო, მათ წარმატება უნდა. რა უნდა გააკეთო რა? უნდა გააკეთო ის რომ ლიმიტირებულ ადამიანებს უნდა მიცე ლაპარაკი საჯარო სივრცეში ლაპარაკის უფლება. ლიმიტი უნდა დააკეთოს. ლიმიტი აუცილებლად, ყველას არ შეიძლება ყველა მილაპარაკოს. მეორე, უნდა მოახდინო რაღაცა გადანაწილება სფეროების. ჩერგოლეიშვილი გაეშვათ, რა ვიცი, ტელევიზიაში ან რაღაცა ეგეთ იმაში. უნდა არა როგორც წამყვანი, არამედ რა ვიცი, მენეჯერი ან პროდიუსერი, რა. ესე რომელ ტელევიზიაში გაეშვათ? აბულა რა ვიცი, რა ეს ხო მაგას ხო უყვარს ეს სფერო. ყოფილიყო. შენ ეთყობა. ყოფილიყო ამ სფეროში. შენ არ იცი ეს როგორი არსება არის და ვინ არის, მაგრამ მაგის დედაც ვატირე, ვინც არ უნდა იყოს. ეგ არის ფსკერი რა. და უბრალოდ ვერ იშორებენ ამ ფსკერს. იცი რატო? ლამაზად ლაპარაკობს უცხოურ სიტყვებს, ეგ და ბოკერია. და აქვს გარკვეული კავშირი იქ. აქვს გარკვეული კავშირი. შესაბამისად ვერ აგდებენ ეგრეთ, თორე ხო გააგდებდნენ რა. ხომ არის, აი პოლიტიკაში არის ყოველთვის ვიღაცა რისი მომტანია და რისი წამღებია, ხო? ესენი არიან, რა ვიცი, შეიძლება ის 1% რომ მოიტანო რაღაც დადებითი რომ ვიღაცა გაგაცნო. ეს 5 წაიღებენ. 100 წაიღებენ. კი ბატონო. ყველაფერი წაიღებენ. მართალია. ამიტომ ეს პროცესი არ არის პოლიტიკური პროცესი. ეს პროცესი არის პროცესი, სადაც ადამიანები იმისთვის რომ რაღაც სტატუს კო შეინარჩუნონ, ფსიქოლოგიურად გადარჩნენ, ქმნიან რაღაც პროცესს, რომელიც მათ ახსენებს, რომ ჯერ კიდევ ისინი პოლიტიკურად უცხოები არიან. აი განსხვავება აი რატომაც ესენი თავს ვერ იკავებენ, ხო ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი კაი ვთქვათ, არ გიყვარს ქართველი ხალხი, გეზიზღება ეს კულტურა, მაგრამ ანუ დავიჯერო, ანუ ის გონიერი ნაციონალური მარცვალი არ არსებობს, რომ გავჩერდე და ვთქვათ, რომ აი მიყვარხარ ხალხო, ანუ ეს მოვიტყუო. ხო, მოვიტყუო. რატო არ ახერხება? აი არსებობს ბრაზი, აი მაგალითად იაგო ხვიჩიას ახასიათებს, რომ აი არჩევნებს რო წააგებს, მე 1-2 გადაცემა ეჩხუბება. იმ ხალხს ვინც მას ხმა არ მიცავ და მე გაუვლის ეს ბრაზი და მე აღარ ეჩხუბება. და ამათ ეს ბრაზი იაგო ხვიჩია ართელი წერტილი. ხო, ანუ ხო, ამათან შედარებით. ანუ განსხვავება ის არის ამას და ამას შორის. ამათ ეს ბრაზი არის რაღაც პატარა ორკვირიანი ან ორთვიანი რაღაც და ამათ ეს ბრაზი აქვს ბოღმაში გადასული. ბოღმაში პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც ქართველი ხალხი როგორც მათი სათამაშო პირდაპირ ვამბობ, მათი სათამაშო და საცდე საექსპერიმენტო ველი არ დაგვავიწყეს, ხო, საექსპერიმენტო ველი, მათ შორის ძალიან სადისტური ექსპერიმენტების ხელიდან გამოსტაცა და ის ზიზღი რაც მათ აქვს ამ ორი ასე ვთქვათ ობიექტის მიმართ, ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილის და მეორეს მხრივ ქართული ოცნების მიმართ, არ აძლევთ მათ საშუალებას, რომ მაგალითად ქართული ოცნების აღმოჩენას არ დაუძახონ ბიომასა. მაგალითად არ თქვან, რომ პირობითად LGBT კანონს ხელი უნდა მოვაწეოთ. არ თქვან, რომ ბომბების წვიმა კარგი. ანუ არ შეუძლიათ. იმიტომ რომ ვისიც ეიმედებათ, ეს არის გარე ძალა, ეგრეთ წოდებული დაუძინებელი მეგობარი, რომლისგანაც ერთ-ერთმა როგორც ჩანს ყველაზე დაუძინებელმა ჰერჩინსკიმ გითხრა, თქვენ თურმე უნდა დაბრუნდეთ იმ პარამილიტარიზმში და იმ უბედურებაში, რაც რისგანაც ამოვედით და რისგანაც ვისწავლეთ და რამაც მოგცა ჩვენ იმისი ზურგი და იმისი გამბედაობა, რომ ისეთ მონსტრს, როგორიც არის ევროკავშირი და როგორიც იყო ამერიკის წინა ადმინისტრაცია, დავპირისპირებოდით. ეს გამოცდილება რო არ არსებულიყო და ჩვენ რაღაცა ილუზიები ქონოდა და ისტორიულად გამყარებული არ ყოფილიყო, ჩვენ ამას ვერც გავბედავდით და ვერც შევძლებდით. შესაბამისად, აი ეს მთლიანობაში იკვრება ის ფაქტი, რომ ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას აქვს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შეთამაშებულობის და იდეური თანხმობის ხარისხი, ვიდრე ოდესმე ქონია მთელ დამოუკიდებელი ჩვენი ამ ბოლო უახლოეს ისტორიაში. ერთად დავამატებ რა. ანუ მათი ესე იგი მთავარი ესე იგი სნობიზმი და ელიტარიზმი აგებული იყო არა რაღაც მერიტოკრატიულ ნაწილზე, არამედ ქართული ხალხის სიძღზე. ესენი შეიკრიბნენ, ესე ზემოდან ყურება, მხოლოდ და მხოლოდ ეფუძნება უბრალოდ სიძღს. არა უკეთესობას, არა რაღაცა ელიტარულობას, არამედ ეფუძნება სიძღს. და ეს სწორედ ვერ აძლევთ მას საშუალებას, რადგან მათი ელიტარულობის ნაწილი არის ის, რომ მათ უნდა გამოავლინონ სიძღი ქართული ხალხის მიმართ. და არ აძლევთ ეს ელიტარული მათი ცნობური ეთიკა იმის საშუალებას, რომ მათ
თუნდაც მოტყუებით ქართული ხალხზე კაი თქვან. ჩვენ არ დაგვიზდეს რომ მათ ძალიან კარგად იციან რომ საზოგადოება მის ისინი არიან აგენტები. ყველა მის გაშიფრულია ხა და უბრალოდ ამას რაღაცა სხვა ფორმაში გადმოიცემა თავის მომხრეებს ეუბნებიან რომ იცი რა ჩვენ აგენტები კი ვართ, მაგრამ ჩვენ იმათთან ერთად გვინდა რაღაცა საქართველოს რამენაირი ფორმით უნდა შევიყვანოთ რაღაცა დღეს ნატოზე რო გელაპარაკება, კაც ნატოს შესვლაზე რო გელაპარაკება, სულელი ან უნამუსოა და ასე შემდეგ. ეხლა ამათი ლიდერობაც, ამათი პარტიობანაც და ეს ერთად შეყრა და დაშლას ეს ყველაფერი არის გარედან ინსპირირებული. და ესენი ასრულებენ დავალებას, თორე ახლა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რასაც ახლა თქვენ ამბობდით, რომ ჩერგოლეიშვილი უნდა იყოს, ბარამიძე უნდა იყოს წამყვანი ლიდერი და ასე შემდეგ. ახალი სახეები ხო არის და ნათელი მომავალი ხო არია რა, ჩერგოლეიშვილი და რა გვარია ეს მისი მეუღლე, ბოკერია, იქ ბარამიძე, გიგი წერეთელი და კიდევ ვინც არიან ვაშაძე. არ დაგავიწყდეთ რომ ეს ხალხი არიან გაშიფრული აგენტურა, რომლებიც მხოლოდ ასრულებენ სხვის დავალებას. შეიძლება ძალიანაც უნდოდეთ რომ რაღაცა ფორმით ხო ნახე როგორ გადმოისროლა წინაზეც ვისაუბრეთ ნაციონალური მოძრაობის თინამ რომ ჩვენო მოედანზე უნდა შევიდეთო სადაცო ქართველი ერის რელიგიასთან რომ დაინახო. ხო, არ უნდა დაგვეტოვებინათ მოედანი. ხო, და მესიჯები უნდა გაუგზავნოთ საზოგადოებას, რომ ჩვენცო ეკლესიაში დავდივართო და რაღაცა ასე შემდეგ. მე რა მოხდა არც არაფერი და ვერც ვერაფერი ვერ მოხდება. მე მგონი ჭინკა ვერ შევა ეკლესიაში, ვერ შევა ჭინკა და მაგიტო არ შეუძლია თორე. ვინ მისცემს მაგათ მაგის უფლებას? არა, ეგ ერთი და მე ვშეთ ფიზიკურად შეუძლებელი. თუ ამბობენ სიტყვას ღმერთი, ქრისტე, მე მგონი რაღაცა პრობლემაა. ეს ყველაფერი რომ დაფინანსებულია, შალვა უყურე საიდან ჩანს. 500 რაღაცა მე რამდენი დღეა მიდის უწყვეტი პროტესტი და შეიძლება რომ 500 დღეში იქ ერთი ლიდერი არ დაიბადოს, ვიღაცა არ გამოიჩეკოს ახალი, რომელიც ან მორალური იქნება ლიდერი, ან ინტელექტუალი, რაღაც არ შეიძლება რომ ადამიანი 500 დღე რო დადიხართ იქ იმათ შორის, იმათ დონეზე მაინც ბევრია ძა. იმათ დონეზე მაინც რომ ერთი ადამიანი არ გამოიჩეკოს, არ გამოიჩეკა და არც გამოიჩეკება. იმიტომ რომ ეს ხალხი არიან ყველა დაფინანსებული და მათი მოვალეობა მივიდნენ, დადგნენ 9-დან 11-ნახევრამდე. დროშა, რა თქმა უნდა, ეს არის სამსახური. დროშა ეკავთ ხელში, რომელიც ქვეყნისასაც ეტყვიან და 11-ნახევრზე უნდა დაიშალოს. ეხა ამასწრაფად უნგრეთის უთხრეს სხვათა შორის, რომ ეკონათ რომ ის ხო და ასე შემდეგ. ანუ ეს უნდა დაიშალოს. ეს არის სულ მაგათი უწყვეტი პროტესტი, მაგათი ოპოზიციონერობანა, გამორიცხული რანაირად შეიძლება ერთმა ჭკუატყოფილმა ადამიანმა ამიხსნას, რანაირად შეიძლება მაგ ალიანსის წევრები მოვიდეს ხელისუფლებაში. გავანებოთ თავი ამ დაფინანსებას, გავანებოთ თავი მათ რაღაცა უამრავი რაღაცა ვახსენეთ, ხო, რაღაც პოლიტიკურ შეხედულებებს და თავარი რაც არავის არ დაგვაუჭდეს, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და საზოგადოებამ ეს ხალხი გამოსცადა და იციან რა მკვლელებიც არიან, მკვლელები არიან, პირდაპირ გაგებით მკვლელები. და რატო იბრძვიან, აგერ ნუკლი რა მომდა. იმიტომ იბრძვიან, ხელისუფლებაში ვერასოდეს რომ ვერ მოვლენ, თვითონაც ძალიან კარგად იციან, იმის იმედზე არიან, შეიძლება გაუვარდეთ, ყარაულის ტოპისა არ იყოს, თორე მაგენი რომ დღეს პოლიტიკაში არ ტივტივებდნენ, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა თუნდაც საქართველოში ცხოვრების და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ესეც დამთავრებადია რა. კი, რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რანაირად შეიძლება ახლა ადამიანებმა რომ გია ბარამიძე, რომელიც ძაღლების უფლებებს იცავს და ყველამ კარგად ვიცით რომ რა ჩაიდინა. რაც ჩაიდინა ერთია და რაღაცნაირად თითქოს მიგვავიწყდება ხოლმე ჩაიდინა. ყველაზე მთავარი ის რაც გააკეთეს, ყველაზე მთავარი რა არის, იცი რომ მე იქ უსმინე პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე. იქ კაცმა ბრძანება გასცა სროლისა და იცოდნენ რომ სახლში იყვნენ ბავშვები. პატარა ბავშვები 3 წლის, 4 წლის, 5 წლის, ეხლა ისინი რომ გაიზარდნენ და დღესო ჩვენებს აძლევდნენ. ანუ კაცმა რომელმაც 5 წლის ბავშვი მოსაკლავად გაიმეტა. ის გამოდის დღეს და ძაღლების უფლებებზე გელაპარაკება. სახელმწიფოს წარმომადგენელი, მინისტრი იყო კაცო, დანება მაგას უნდა გაიჩინოს, რა თქმა უნდა. არ გაითვალისწინა რომ
ძევლები ვიდნენ ის ბავშვები პრაქტიკულად რა და 5 წლის ბავშვი ძევალი გასაგებია კაცო. ან ფილმებს მაინც არ უყურებენ, ან რაღაცა იმ დასავლეთში მაგალითად ის რაღაცა ფილმები რომ ბავშვი ტერორისტი და რაღაც ანუ არ აინტერესებდათ ადამიანი არ აინტერესებთ ბავშვი არ აინტერესებთ არავის სიცოცხლე არ აინტერესებთ არავის ჯანმრთელობა არ აინტერესებდა ძაღლების უფლებებს იცავენ ამას რო ადამიანი უყურებდა ამას რო ადამიანი შტერი ხარ ამას რო მიყვები ხო დღეს რო ეს რო გელაპარაკება ადამიანის უფლებებზე ეს წამებლები ვინც იყვნენ ხო ციხეებში ხარ საწამებენ დღეს საზოგადოებას ეუბნებიან რომ თურმე სისტემური წამება რა არის იცი ის კი არ იყო პატიმრებს რასაც უკეთებდნენ დღეს რო დააკავეს და ბორკილებმა რომ მოუჭირა ამას იმაზე რა ქვია იმ თავის პატრონებთან რაღაცნაირად პლატფორმებზე გააქვთ ეს ყველაფერი მე ის პატრონების ქვეყნებში რა ხდება როგორ იჭერენ ხალხს ის პლატფორმების ქვეყნებში რაც ხდება მას ხო და მაგაშია საქმე უყურე საზოგადოება ხედავს გერმანიის კადრები ვნახე ეს 2 დღის წინ ქალებს რას უშვებოდნენ და რაღაც ცამენ პირდაპირ რა თუ გადარჩება იქ არ ამგონი ანუ ეს ხალხი ეს ყველაფერი არის როგორც ის რო ითამაშო პინგ-პონგი რო ითამაშო ისინი ეუბნებიან შენ მე ჩამაწოდე პადაჩა რომ ცუდად გაჭამეს იმაში ციხეზე რო დაკავებული რო იყავი ხო დაკავებული რო შეყავს და სავალდებულო ჩხრეკას რო უტარებენ ესეთ სისტემური წამების ერთ უფლებების შელახვა და ასე შემდეგ ანუ ეს ხალხი შეიძლება რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს ვაფშე ციხურად ხო იცი შმონი არის მაგათი ანუ ცოტა ურბანულ იმენაზე მინდა თქვა რომ არასოდეს პატიმარი არაცხადებს წესერი არესტანტი რომ გამჩნდეს აბა მაგათია ხა პოლიციის აჩხრეკა და ანუ როგორ შეიძლება იქაც კი პატიმრებში მიღებულია რომ პოლიცია უნდა გაჩხრეკოს აბა როგორ არის სხვა და დაკავებული რომ შეყავთ ხო პირდაპირ ვალდებულება კამერაში ისე უნდა შეუშვა რომ შეიძლება ჯერ უნდა ამყოფო სადღაც რა მნიშვნელობა არა როგორც არის წესი ყველა ქვეყანაში და კანონია სხვაგან სხვანაირად ხდება ერთი თემა რომელსაც ახლა უნდა დაუბრუნდეთ შემოვატრიალოთ რა ჰერჩინსკი მე ხა მინდა დავსაკითხო რომ ჰერჩინსკის რატო ვიტანთ ამდენი ხანი ხა მე ჩემი განმოსახედან ვამბობ რომ ადამიანი ყველანაირი ზღვარს გადააჭარბა ადამიანი დაგვემუქრა პირდაპირ სამოქალაქო ომით პირდაპირ ღია ტექსტიც გითხრა რომ ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო ომი თქვენთან ანუ ჩვენ გვინდა და ჰერჩინსკი არ უნდა ჰერჩინსკის არ უნდა და ჩვენ ქართველებს გვინდა ერთმანეთი რომ მოკლათ და აქ რომ 90-იანი წლები იყოს ჰერჩინსკიზე ერთ-ერთ თბილისში თქვა რა შავ მე თბილი არ გამოდის ხო არა მე ძალიან მიხარია რომ ნელ-ნელა აი მომსწრე ვარ ალბათ 10 წელს წინ არ წარმოვიდგინა ეს რომ ჩემი მეგობრები ჩვენ ვართ ავანგარდში რომ ვაჩვენებთ მაგას ვამბობთ ანუ რა იცი აი ხო იცით ახლა რომ ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის ოჯახში ისეთ რა თქვა რომ აი ხო ვამბობდი კი და ჩვენ აი სრული სინდისით შეგვიძლია თქვა რომ კი ამას 5 წლის წინ ვამბობდი ხო ვამბობდით მართლები ვიყავით და მაგრამ ახლა თვით კმაყოფილებას დავანებოთ თავი რა ეგეთია ევროპა ხო რა არა მაგრამ მართლა ვამბობ ანუ ეგეთია ევროპა ელს ხواسახავს ქვეყანა მეცაც გეტყვით ძალიან თუ რაღაცას ეტყვი ჩვენს მოქალაქეებს მართლა არ თვლიან ჩვენ ისინი თანაბარ ტიპებად ჩანს ისინი ჩვენ გთვლიან რომ ჩვენ ვართ რაღაცა საზარბაზდა ხორცი ხო ხორცი იცი რა არის სინამდვილეში შეიძლება ამის ახსნა აი რატო თვლიან ასე შეიძლება ჩვენ მივეცით შეიძლება რაღაცა საფუძველი არა შალვა რა იცი მიშას დროს ნახე რა მიშას დროს პლუს ამას ნუ სამწუხაროდ ჩვენ ევროპის ნაწილი არ ვიყავით ჩვენ შეიძლება ვიყავით სადღაც აზიაში ქრისტიანული ქვეყანა უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა მაგრამ ევროპას რასაც ქვია რომელიც წარმატებით ძარცვავდა აფრიკას აზიას ლათინო-ამერიკას მაგის ნაწილი არც არ ყოფილვართ რა ანტისემიტიზმი ისეთი არ ქონდა როგორც საშინელი არა კაცო რას ამბობ ხა ანუ ევროპას რაც ქონდა ის ადამიანის უფლებები ჩვენ ქვეყანაში დაწვა რელიგიური უმცირესობების ბრძოლა ალქაჯებთან კათოლიკური ეკლესიის საშინელი გამოყენება ინკვიზიცია არაფერი ჩვენ ანუ ევროპა ის კი არ არის რაღაც არა კაცო ევროპა საშინელება კაცო იყო შალვა ნახე ევროპა ანუ მეცად გეტყვით რა ძალიან ბევრი კანონები ეს არის პასუხი იმ სისასტიკეზე რაც ევროპა მაკეთა კათოლიკური სისასტიკე პროტესტანტული კელვინიზმი ყველანაირი სისასტიკე რელიგიათა შორის ომები აგერ ჩვენ არ გქონდა ჩვენ რელიგიათა შორის ომები ჩვენს ტერიტორიაზე არა
ნუ ეგეთი ახლა რელიგიური ომები არ არ არსებობს. ჩვენთან არ ქონდა ხო ქართული კათოლიკეები არასდროს არ ომობდნენ ქართულ მართლმადიდებლებთან და პირიქით. თუმცა ცდილობდნენ და შესაბამისად ანუ ეს არის ევროპა. არც მუსლიმების ვაჭრ. კიდევ არის ერთი დეტალი რა, რომელიც მე მინდა ჩვენს ასე ვთქვათ ასე მოქალაქეებს უთხრა. სამწუხაროდ ევროპაში არ ყავს ჩვენ დიასპორაც. ეს უნდა ვაკი, ანუ რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ არა ყავს არა, ყურშავა დაამთავრე. მას დიასპორას ვერ. არა. მყავს მაცხოვრებელი ხვიჩა კვარაცხელია, რომ ყველაზე ცნობილი ქართველი იყო, არის და სამწუხაროდ იქნება და მეტი ადამიანი. სამწუხაროდ არა, სამწუხაროდ არა. მეტი გვინდა. არა, ხო, მაგრამ ეს რატოა მნიშვნელოვანი? ნახეთ, ანუ ევროპაში ძალიან მუშაობს ლობისტური 엘ემენტები. ევროპაში სამწუხაროდ ქართველი წარმატებული ბიზნესმენების, წარმატებული მეცნიერების, წარმატებული სხვა სფეროს წარმომადგენლები ნაკლებად არიან. სამწუხაროდ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ მაგალითად ლობირება, რომ აი თავის ქვეყნებში. ანუ ევროპულ სტრუქტურებში ჩვენ არ გვყავს ლობისტები. ჩვენ არ გვყავს იქ ანუ მონათესავე ხალხები. არა, ხო, მაგას ვამშალ, ანუ ეს საერთოდ არ ამიტომ, რომ აი ხალხო ხა საქართველოში იზეიმეს ორბანის დამარცხება. მე ორბანი არ მომწონდა. გულწრფელად ვიტყვი, მე იცით რომ არც ტრამპი მომდოს, მაგრამ ჩემთვის ორბანი ეხლა იყო სიტუაციური მოკავშირე, იმიტომ რომ ორბანი ევროპის შეიძლება გახდეს ეს ახალი. შეიძლება, მაგრამ ასე მარტივად. ევროპის ჯინაზე ყველა ანტიქართულ სანქციებს ბლოკავდა. ჩვენთან იზეიმეს ხო, ძალიან მალე დამთავრდა ზეიმი, ხო? ხო, აქ რა მომენტი არის, იცით, რომ ზოგადად ყოველთვის ურევენ ხოლმე დებატებსაც უყურებ და ყოველთვის ურევენ ევროკავშირს და ევროპულ ცივილიზაციას. კი ბატონო. თუ აი ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავს, არსებობს ახალი ევროპა ისტორიულად შეიქმნა რომის დაცემის შემდეგ, როდესაც დიდი გადასახლება მოხდა გერმანული ტომების. ესა ახალი ევროპა. არსებობს იქამდელი ევროპა. ელინური ანტიკური ევროპა. ახლა ესაც ვერ ვიტყვით რომ აღმოსავლური გავლენები არ იყო, მაგრამ ფაქტი ახლა აი ვანის არქეოლოგიური გათხრები, შეგიძლიათ ვანის მუზეუმში წახვიდეთ, ნახოთ. რომი და სპარსეთი საქართველოში ერთმანეთს. ელინიზმი, ელინური კულტურის ნაწილი ნამდვილად ვიყავით. ასე ვიყავით სპარსული კულტურის ნაწილი. ნამდვილად ვიყავით. ასევე ვიყავით. რა არის სპარსული კულტურა მაკედონელის შემდეგ, რაც ჩვენ წერილობით წყაროები გვაქვს. ისაც ელინისტური გახდა იმ მომენტში. ელინიზებული გახდა. ამიტომ ეს დაყოფა მაშინ უკვე ესეთი კაფიო აღარ იყო რა, ანუ იყო მაზდიანობა, ქრისტიანობა იყო. ეს მერე გაჩნდა. ეს ცოტა მოგვიანებით გვაქვს. ანუ მე სათავეს ვამბობ. მე იმას ვამბობ, რომ ევროპაც არ იყო ეგ. ხო. მე იმას ვამბობ, რომ მე-7 საუკუნეში, მე-8 საუკუნეში ევროპა არ არსებობდა. ჩვენ საუბრობთ ბნელი საუკუნეებს უწოდებენ კაცო. ხო და ეს ახალი ევროპის ამბავია. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რაღაც ევროპულ ცივილიზაციას, უნდა ითქვას, რომ ევროპული ცივილიზაცია არსებობს ეს ელინისტური, შემდეგ ბიზანტიური მოდელი, რომლის ნაწილიც ვიყავთ, არსებობს ახალი ევროპული ცივილიზაცია. ეს ახალი ევროპული ცივილიზაცია არის ეს გერმანული ტომების ინგლისიც ეგარი და ჰოლანდია და ამის ნაწილი არ ყოფილვართ. ეს არც ისტორიულად, აი ვიყოთ ყველა ელემენტი. რელიგიური იმის მიუხედავად რომ ქრისტიანები ვართ ორივე, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ვართ და მე ბოლო-ბოლო მაგ ტომებმა მე-11 საუკუნეში მიიღეს რელიგიურობა. მეორე ქრისტიანობა. არა, იქამდეც მიიღეს ქრისტიანობა. ზოგმა იქამდე რუსები მაგალითად იგივე ტომები. არის, რუსები ხო, რუსების შემთხვევაში სხვა არის. მეორე ენობრივი საკითხი, ხო? რაღაც ძალიან ავთენტური ენა გვაქვს. ხო, არც არ ემთხვევა, არც ინდოევროპული ენა ერთ ჯგუფი არ არის. ავიღოთ, რა ვიცი, ეთნიკური წარმომავლობა. არა ვართ არც ფრანგული ნაცნობი არა გვაქვს, არც ან ერთი იბერიული რო ვართ, მაგას ჩალიჩოთ. არ არის დამტკიცებული. იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ ვართ იმდენად ავთენტურები, რომ აქაურები, რომ არც თლათ აზია არ ახარ, არც ევროპა არ ახარ, თანამედროვე გაგებით ხარ იმ ძველი ელინისტური ცივილიზაციის ერთ-ერთი რაღაცა ნარჩენები ხომ არის ელინიზმის. აი ამ ნარჩენების ნაწილი ხარ რა. ეგეთები არიან რამოდენიმე ის და ალბათ მე იმედი მაქვს რომ რაღაცა ახალი გადანაწილებით ეს რაღაც ცივილიზაცია კვლავ რაღაც რეაბილიტირდება და აღდგება რაღაც სხვა ფორმით. მაგრამ თავი ხა რა არის? ყველა ცივილიზაციას აქვს საკუთარი ოქროს ხანა და საკუთარი დაცემა. მათი ცივილიზაციური დაცების ამას მე არ უწევს
ნელ ფერგიუსონი და სხვები წერენ რომ ევროპულ ცივილიზაციას დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მან დაკარგა იმის შეგრძნება თუ რა აქცევდა მას უპირატესად. და ყველა მისი კულტურული კონცეფციის დათრუნა დაიწყო. ჩვენ დღეს ცხოვრობთ პოსტმოდერნში და პოსტმოდერნი რა არის, რომ ადამიანებს მარტო ღმერთი კი აღარ წამთ. ადამიანებს აღარ წამთ არც კონსტიტუციის, არც დემოკრატიის, ყველაფრის რევიზია ხდება. აბსოლუტურად ყველაფრის რევიზია ხდება. და ყველაფრის რევიზია როდესაც ხდება, აქამდე ფორმალური ენა მაინც გაიძულებდა გეთქვა, რომ აი რაღაცა ადამიანები თანასწორები არიან. აღარ წამთ ამის. ანუ ამისაც აღარ წამთ, რომ თანასწორები და ამიტომ გვიყურებს სერჩინსკი ესე? ამიტომ გვიყურებს ესე. და ჩვენ ვერ ვეწერებთ მათ კულტურას. არა, იყვნენ მოღვაწეები, ვინც აფასებდნენ ჩვენს კულტურას. ის სხვა პერიოდი იყო და სხვა ადრე იყვნენ, რომლებიც შეყვარებულები იყვნენ ჩვენზე და მეცნიერები, ძალიან ჭკვიანი ხალხი, რომლებიც მუშაობდნენ. მაიქო ცალკეული. მე მოდი ხა გავამიჯდოთ, მეცნიერი სხვა არის. აი, საინტერესო რა არის? ის ევროკავშირის, აი ეს კვლევითი ისინი რომ არის ორგანიზაცია. კარგულებს რო გიწერა. ხო, სულ ეკონომიკა იზრდება, უსაფრთხო ქვეყანა ვარ, დემოკრატიული ელემენტი იზრდება. მთელი ეს დარგებში ეს კვლევითი ორგანიზაციები სულ სიმართლეს, მაგრამ არასდროს არ ითარგმნება ეს პოლიტიკურ ენაში. არასდროს არ ითარგმნება ეს პოლიტიკაში და უნდა ვაღიაროთ რომ ის პოლიტიკური ცხოვრება, რაც ევროკავშირის და ევრობიუროკრატიის არის, ეს არაა ჩვენი კულტურის და ჩვენი პოლიტიკური აზროვნების ნაწილი. ეს საერთოდ არ არის, ხო? ხო და ამის აღიარება ხა გასაგებია რთულია, იმიტომ რომ ბევრი სიკეთეა, მაგრამ ესენი სინამდვილეში აი ეს ბიუროკრატია არის ევროპული ცივილიზაციის პარაზიტები. ისინი პარაზიტირებენ იმაზე, რაც ევროპამ საუკუნეების განმავლობაში შექმნა. ეგეთ ხალხს არ შეუქმნია ევროპა, ვინც დღეს ევროპას მართავს. ეს ხალხი არის აბსოლუტური პარაზიტი, რომელიც კლავს და რეალურად ანგრევს მისივე ცივილიზაციას და გვეუბნება რომ აი ამ სიკვდილის თვითგანადგურების პროცესში მოდი თქვენც იყავით და თქვენც განადგურდით. ჩვენ გვეუბნებით რომ არა, ჩვენ სიცოცხლე გვინდა. ეს არის კონფლიქტის ამდენი ხანი გვიცხოვრეთ, ეხლა როგორ დავთვალოთ რა. ნუ არსებობს აი ეგეთოდებული მათრახისა და თაფლაკვერის მიდგომა. მე მაინც ხა არ მინდა ძალიან ოპტიმისტურად ვჟღერდე, მაგრამ არის ცალკეული გამონათქვამები ევროკავშირის გააზრებული აქვს საქართველოს ტრანზიტული როლი. თუნდაც ამ ბიუროკრატებს, რაც გამოკვე მესიჯებში მეგონი მარტაკოსმა თქვა თუ რომელიღაცამ თქვა რომ რაღაცა სატრანსპორტო დერეფნის გარეშე არ გამოვა და რაღაცა, მაგრამ არის მეორე, ასე ვთქვათ, მათრახის როლი, რომელიც აქ ჰერჩინსკის აღებული და ეს მემუქრება სამოქალაქო ომით, ხო, იმიტომ რომ ნუ ესეთი მიდგომა აქვს, ხო, რომ რაღაცნაირად, იმიტომ ანუ იმის აღიარება იგივე ხა ესე განმართლებაზე საუბრობდი, ჰეგელის ფილოსოფიაში მთავარი რა არის, გონი არ არსებობს, ხო, ეს წმინდა გონი, არამედ არსებობს გონი, რომელიც ცდილობს აღიარებას, ხო, ანუ აღიარების მექანიზმზე დგას, როგორც ადამიანთა შორისი ურთიერთობა, ისე ერთაშორისი ურთიერთობა და სწორედ ამ აღიარების მექანიზმის ნაკლებობა არის, რაზეც ჩვენ ჩივი ვართ და რაც სრულიად გასაგებია, არსებობდა ბნელი განმანათლებლობა, არსებობდა ეს ტირანია, რაც იყო კოლონიალიზმი, ძარცვა, გლეჯვა და ასე შემდეგ და არსებობდა ნათელი განმანათლებლობა, რომელიც აი მაგალითად კანტის სახით ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ გაბედე აზროვნება. და ჩვენ ისე მაგათ ევროპული ლოგიკიდანვე რომ მივყვეთ, კი, გავბედეთ აზროვნება, რა ვიცი და არ შეგვეშინდა გავბედეთ აზროვნება, დავფიქრდით ვინ ვართ ქართველები. ვინას გვიტევს ევრობიუროკრატია თავისი უგვანი განცხადებები და ქვეყნის ანტისახელმწიფოებრივი მესიჯებით და არ შეგვეშინდა და საერთოდ რამე როცა ამბობენ ხა სიღრმისეულ ბჭყალებში არა ევროპული თუ ევროპას რაღაც კარგი გაგებით ავიღებთ საერთოდ არ არის ჩვენ საქციელში თუ ესე ჩავშლი და თუ მანდა მაინც გვინდა რომ აი ევროპული ვარ თუ არა კრიტიკული აზროვნება იგივე ევროპის წიაღში პაზოლინი ვინ მოკლეს იტალიელმა ფაშისტებმა ხო რადგან მან გადაიღო შესაბამისი ფილმები ხო ნუ მაგის გარდა ნუ კიდე ბევრი ხო პაზოლინის ბევრი ცოდა ხონდა წესი ხო ოჯახში ხო გასაგებია რაზეც საუბარი მაგრამ ბევრი რაღაცა არ ხო რის გამოც ანუ იგივე ანუ ევროპული ცივილიზაცია რაც არის თვითკრიტიკულობა და ეს თვითკრიტიკულობა გეუბნება რომ ეგ არ არის და კარგი არის კოლონიალიზმი კი ორივე არის ანუ არ არის გამიჯნული იყო ორი ნაკადი იყო ნაკადი კოლონიალიზმი ძარცვა გლეჯვა და იყო ამაზე რეფლექსიები და კრიტიკა ხო სხვადასხვა იდეოლოგიების თუ სხვადასხვა პიროვნებების მხრიდან და შენ რო ირჩევ ამ ნათელ მხარეს რომ თვითკრიტიკული და კრიტიკული იყო ის გეუბნება რომ არა მონაუდარი გეტყვით რა იყო მაშ არის გეგმა რომელმაც ევროპული ქვეყნები დააჩმორა ხო
და წაართვა საერთოდ იდენტობა რა. მოდი ესე ვიტყვი რა. ხო და სხვათა შორის ეს არის ლაბარაკი აქ მე ლაბარაკი არ არის. სხვათა შორის ეს არის მარშალის გეგმას ძალიან მოკლედ კი, ეგრეა. ევროკავშირი ის რასაც ჩვენ მარშალის გეგმის ნაწილია, ჩვენ კი, რასაც შევციცინებთ არის პოსტსაბჭოთა ანუ აი ეს ბოლო 60 წლის ევროპა რეალურად რა. დასრულდა. ბატონებო, სინამდვილეში ყველაფერი არის უფრო მარტივად რა. ჩვენ თვითონ რაღაცა თითქოს ვართულებთ ხოლმე. ეს ჰერჩინსკის განცხადებაც არის გაგრძელება თუ გახსოვთ ბორელი რო იყო ჩამოყალიბებული. ბორელი ხო. ევროპა რო ის არის. ჩვენ თან არის ევროპა, ანუ ჯუნგლები ევროკავშირი არის სამოთხეო იმის იგით არის ჯუნგლებიო. ჯუნგლებში ვინაც ცხოვრობენ კაცო. ველურები. ანუ ჯუნგლებში ხო ჩვენ ველურები ცხოვრობენ რა. შესაბამისად ზუსტად ეგრე არავით არის გადატანითი მნიშვნელობით არ იყო ნათქვამი ეს ყველაფერი. ეს იყო ნათქვამი რომ თქვენ ხართ ველურები. მე გიყურებთ როგორც ველურს. ახლა ეს ველური როგორც მინდა ისე უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ მე ვარ რაღაცა ცივილიზებული ადამიანი, გონიერი და ჩემი მიზნებისთვის და ჩემი ამოცანებისთვის უნდა გამოვიყენო ეს ველურები. ეგრე ხო აკეთებდნენ კაცო. აკეთებდნენ, როგორც ეპყრობოდნენ ამ ხალხს. ესეც ხო ვიცით. არაფერი არ შეცვლილა. იგივეს გვეუბნება დღეს ჰერჩინსკი. ეხლა როგორც არ მოგიდგენიათ ადამიანი რომ ფიქრობდეს იმას, რომ მაგალითად მინდა რომ მოვატყუო. მოვატყუო რა ქართველი საზოგადოება. რანაირად შეიძლება რომ თუ ევროკავშირში მაგალითად ანუ აქ ხო ხელისუფლებას ურტყავენ არა მეტი ხო არაფერი არ არის ჩვენი დარდი ხო არავის არა ურტყავენ რომ ხელისუფლება როგორმე ჩაანაცვლოთ წეგანსაღში ნათელი მომავალიო რომ ამბობს ხო ნათელი მომავალი და ევროკავშირი ბოკერია და თავის ძოლია ჩვენი ქვეყნის თურმე ნათელი მომავალი და ასე შემდეგ. ანუ რანაირად შეიძლება დღეს როდესაც ეკონომიკა ვითარდება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ 5 ეულში ვართ 4 ეულში რაღაცები პირველი ადგილი და ასე შემდეგ. რანაირად შეიძლება 90-იან წლებში დაბრუნდეს ან დღეს ხო ევროკავშირის წევრი არ ვართ. არც ის რაღაცეები კანდიდატის სტატუსები და რაღაცა ეს ყველაფერი მოგონილია საზოგადოებამ მინდა იცოდეს რომ თურქეთმა 2005-ში დაიწყო მოლაპარაკებები. 2005-ში გაუხსნეს მოლაპარაკებები. 20 წელი 21 წელი ხო გავიდა. რა მოლაპარაკებები ეს ყველაფერი არის ტყუილი და მოგონილი. თურქეთს არასოდეს არ მიიღებენ, იმიტომ რომ არ ჭირდებათ იქ. თურქეთი რა თქმა უნდა არ ჭირდებათ და დამთავრდა. ასევე არის ამ ქვეყნებსაც ასე ანუ ჩვენი მომავალი, კარგი მომავალი არის მიგვითითებს უკრაინას რომ მომავალი ეჭყანება ჭყალებში იმ მომავალზე გველაპარაკება. ონთა არც იღებენ. ხო და რა თქმა უნდა, მაგასაც თავი დავანებოთ. ანუ ჩვეულებრივ ნორმალურ დალაგებულ ადამიანს ეუბნები რომ თუ შენ არ მოიქცევ ისე როგორც მე მინდა და ანუ შენი მომავალი არის ევროკავშირში, შენ დაბრუნდები როგორ უნდა დაუბრუნდე? რანაირად დღეს ვარა ვართ. ანუ რა, უკან მიდის ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურად, ავალებოთ თავი კაცო ამ გონებრივი შესაძლებლობები რო არ აქვთ, პოლიტიკასთან რო აფეშვაში არა, ესე რო ლაპარაკობენ დღე და ღამე. ანუ რანაირად შეიძლება მოსახლეობას გააგებინო და აუხსნა, რომ აი ეს თუ ესე არ იქნება, თქვენ უკან დაბრუნდებით, ანუ ფაქტიურად გამოდის 90-იანებში ცალიფეხი იქითა გვაქვს უკვე რა დღეს და ესენა გრანტებს გვაძლევენ, რამეს გვიკეთებენ, თუ არ გვიფუჭებენ, რამეს დღეს ევროკავშირი რაიმეთი გვეხმარება, არ გვეხმარება. მერე შალვა არ დაგვაუწეს კაცო, ეს კაცი გველაპარაკება მარტა კოსის სახელით. იუგოსლავიის აგენტია გაშიფრული. გაშიფრული ხო დევს თელმა სოფლიო მიწის რომ ეს ქალი ადრე იყო და ეხა აღარ არის. გამოსწორდა. ეს არის ჩვეულებრივი აგენტი და თავის დროზე იუგოსლავია იყო ხოლმე რუსეთის აგენტი. და ასე შემდეგ. ანუ ესენი გველაპარაკებიან დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ანუ ეხა ევროკავშირი და ეკონომიკური სიძლიერე, ხო? ანუ ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისათვის იყო ჩვენი რაღაცა მისწრაფება და მიდრეკილება იმისაკენ, რომ მაგალითად ევროკავშირის წევრი იმიტომ რომ გახვდარიყავით, რომ იმათი სისტემა ისე არის აწყობილი, ჩვენზე უკეთესია, თქვათ. და ადამიანის უფლებებს იქ უკეთესად იცავენ, რაღაცა დემოკრატი. ეხლა დღეს რასაც ჩვენ რასაც უყურებთ. რაიმე უფლებებს იცავენ, რა დემოკრატიაზე საუბარი, ეკონომიკური წინსვლა არ აქვს, ცენზურა არა. აგერ ბულგარეთში გაიმარჯვა პრორუსულმა ძალამ. პრორუსულმა ძალამ კი არ გაიმარჯვა და პუტინის დამსახურება კი არ არის ის. თავიანთ თავში პრობლემებს კი ვერ ხედავენ. რა ეს არის, რომელიც დაღუპავს ევროკავშირს.
ანუ იმის გარდა რომ იქ შენ არ გაიმარჯვა უყარხარ, შენ არ მოწევ ხარ. არა, სხვა ქვეყნების ხო ალაპარაკდნენ უკვე რომ მაგალითად გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს იმ ქვეყნის დედაქალაქის სუვერენიტეტის ევროკავშირის წევრი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც უკვე ალაპარაკდნენ რომ აქ რაღაცა სუვერენიტეტის პრობლემები შეგვექნა, გადაწყვეტილებებს სხვაგან იღებენ ჩვენ ქვეყნებთან დაკავშირებით, აგერ ამ რა ქვია მიგრანტების პრობლემებთან დაკავშირებით უკვე ყველა სერიოზულად ალაპარაკდა და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში 50 წლამდე ისეთი სერიოზული პრობლემები ექნება ევროკავშირს, ჩვენ რომ იქამდე რომ მივართ, რომ ეხლა ხელშეკრულება რომ მაშინ შეიძლება უკანაც გამობრუნდეთ ცირბილ-ცირბილი. აგერ ეხლა ხელშეკრულებების გაფორმებები დაიწყეს, ვისაც მივიღებთო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ უნდა ჩაუწერონ, რომ მე შენ არ მიგიღებ, თუ არ გექნება, აგერ ნახავთ რა, ეს ხო გამოქვეყნდება, რომ LGBT თემასთან დაკავშირებით პირველი რა მოთხოვეს მადიარს. პირველი რა მოთხოვეს, რა გააკეთე მიგრანტების პრობლემასთან დაკავშირებით და ეგრევე LGBT თემებთან დაკავშირებით. ორი დღეა კი არა, რამდენიმე დღე, ერთი კვირა ხოლმე გაიმარჯვა. ერთი რომ პროპაგანდასთან დაკავშირებით თქვენ ახეთ, რომ როგორი მოთხოვნები წაუყენეს და თქვენ არ იცით. LGBT სპეციალურ ტელევიზიას არეგისტრირებენ უკვე უნგრეთში. ანუ ეს რახან ამა ჩვენიანმა გაიმარჯვოს თემა არა მაგარი ეგეთი. არა, ეხლა მაგისთვის იქნება პირველი ტესტი, სერიოზული ტესტი. არ იყო. ისე კი არა, ტექნიკურად კი არ ბოდიში მომითხოვე შეუყვანეს და რაღაცები. ეგრევე დააჯახეს, რომ შენ ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო. სამაგიეროდ მიიღებ რას? ამ დაფინანსებას. სამაგიეროდ დაფინანსება. აი ზუსტად გადმოგიგდებენ სტაფილოს და დაგაღუპირებენ ქვეყანას. ახლა იმას თუ ავალდებულებენ ის რომ უნდა გააკეთოს. ჩვენ რატომ არ დაგვავალდებულებენ და რატო არ გვავალდებულებენ? ანუ ტყუილებზე რო არის ეს ყველაფერი აგებული, ჩვენ ევროკავშირი არაფერს არ გვეუბნება, არაფერს არ გვავალდებულებს. ჩვენ რო ყავს რამოდენიმე LGBT ტელევიზია ხარ მით თქვა. არა, ოფიციალურად მიგვიღებენ. არა, ხო არიან ვიღაცები, მარტო მაგას აკეთებენ. არა, ტელევიზიაში ვინ მუშაობენ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ სტატუსი. არა, მე სხვა რამეს ვამბობ. აი ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური არხებზე აპარაკო. ხო. გრიგორიას კაცო ბროშკა რამხელა ის LGBT იმის 23-ში ის ქონდა გულზე და გულსაკიდი LGBT იმით. კი, არ მახსოვს. ანუ შენ ფაქტიურად ხო? ბერძენიშვილი ხო აქნევდა იმ დროშას. შენ ქვეყანას დღესვე ფაქტია ჩანს. შენ კი არა, რაგინ უნგრეთს და ევროპის ქვეყნებს რას უკეთებენ და რას უშვებიან. და რანაირად შეიძლება რომ ჩვენ ეს ბრმად პავლიკ მოროზოვებით არა გამორიცხულია. გავქანდეთ და ანუ თუ იქ არ არის ის სიკეთე, რაც ადრე ჩვენთვის მისაღები იყო, მაშინ ხო არ არის გადასახედი ზოგადად, თუ არ არის დემოკრატია, თუ არ არის კანონის უზენაესობა, ეკონომიკური წინსვლა, თუ არ არის სუვერენიტეტს, თუ არაფრად დაგიდევენ და შეურაცხყოფას გაყენებენ, მაშინ რა ჰარმონიზაცია უნდა მომხდარიყო, თქვა ჩვენი კანონმდებლობის და იმათი კანონმდებლობის. ახლა რო უყურებთ, ჩვენი კანონმდებლობა იმასთან შედარებით ხოდა მან ბევრი რამ გადასახედი. რა თქმა უნდა, საზოგადოება დაფიქრდება, აუცილებლად დაფიქრდება. რა ბენეფიტები შეიძლება მოგვიტანოს? ბევრმა კანონმა, რომელიც და რა არა. იმათი ხათით არის დისკუსიო თემები არის. რა თქმა უნდა, აგერ არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ხო, რა მოუტანა აღმოსავლეთ ევროპის? ბულგარეთმა ხო გითხრა რა მოუტანა? არჩევნება ხო გითხრა? კი ბატონო. ზუსტად ეგრე იქნება და ამიტომ მათი მიდგომა არის ინტერესი იმისა რომ გამოიყენონ ისეთი ქვეყნები როგორიც არიან, ვისაც მარტივად მოერევიან და ჩვენი ქვეყანა კიდე მე ამისთან გზა გასაყარზე ქვეყანა მდებარეობს, რანაირად შეიძლება რომ ეს ისე არ გამოიყენო, როგორც შენს ინტერესებს შეესაბამება. რანაირად კაცი გეუბნება ჯუნგლები ხართო და ეგ ჯუნგლები გავცენ პასუხს და გავეცე. რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად მაგ პასუხს ავცეთ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, ჩვენ მომავალ შაბათს აუცილებლად ყოველმიზეზ გარეშე შევხვდებით ერთმანეთს.